არ მოგესალმებით შემოძურფასო მაყურებლობო, დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ დორიშოთის მეორე ეპიზოდს, სადაც საქართველოში არსებულ ყველაზე იაფიან სასმელებს დავაგემოვნებთ. აი, დავალება ეგეთი არის. ნიკა მოგვიტანს სასმელებს, ჩვენ შევაფასებთ და გამოვიცნოთ ფასებს. მაგრამ სანამ სასმელის დაგემოვნებაზე გადავალთ, მეგობრებო, მე მინდა რომ გამოვყვეთ აჭარაში. იმიტომ რომ აჭარაში აუცილებლად უნდა წავიდეთ, მეგობრებო, ყველანი. ისეთი ბუნება არის ჯერ მარტო თანაფასებია. გადაიხადე 1000 ლარი აჭარაში გამომყევი. გადაიხადე ძმაო 1500 ლარი სასტუმროში, მეტი რა გინდა, სულო გულო. აი, ნიკა დავაი რას პოვას. ტიტანიკი ძმაო, ტიტანიკი. ასე ძმაო, არის სზენეს თეთრი რომი. რისი? სზენე. ეს AI-ით გენერირებული ის რატო? არის მოიცა. კაი, ეხლა წავიკითხოთ მოკლედ. ვიღაცამ ჩამოასხა სპირტი და მერე უთხრა რა იმას AI-ს, რა ქვია, ChatGPT-ს უთხრა რომ დამიგენერირე ბრენდირება. ბრენდირება. სზენე. დამზადებული გერმანიაში, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს. და სასმელი სადღაც დაიბადაო, მე გადავიდაო საცხოვრებელსა და კაროჩე გერმანული ტროპიკული კლასიკაო. აუჯიგარი. აი, ყველაფერი გავიგე. ეხლა მე ვნახავ ფასს და ბოლოს ვინც ყველაზე მეტად აცდება, ერთ შოტს დალევს დამატებით. ჩიგარი. კაი. ეს რომი არ არის, ეს რომი არ არის. ეს არის არა, კი ჩაოლებრივა. მე ზოგადად რომში ნამყოფი ვარ, მეგობრებო, და რომი ესეთი არ არის. რომში კოლიზეუმი არის, კიდე რა არის, ნეაპოლიტანური პიცა არის და ასე შემდეგ, მეგობრებო, და ეს რომი არ არის. აი, ეს არყის სუნი რო აქვს, არყის სუნი რო აქვს, არა დავიკიდეთ. მაგრამ მოიცადე, აქ ყველაზე გადაობა რა არის რა? უკანა წერია ჯობელიუს. ანუ ჯობელიუს. ქარხანაა ჯობელიუს დე. ჯობელიუსი არის ქარხანა. გერმანული. 28.5 ალკოჰოლი. მოსელ ჯობელიუს დე. White rum. აჰა. აჰა. დავაი. რამ კი არა რომში. Rum. რა. მოკლედ მეგობრებო, ჩვენ ვაგემოვნებთ ამ სასმელს. მოიცი ჩემსაში რაღაცეები ყრია. წინა ვიდეოს ნარჩენებ. არ მინდა მე ამას არ დავუყო. მოდი მე თავ შევიკავებ ამ ზალებისგან. სხვათა შორის გემო რომის აქვს. ბიჭო არა რა. დალი ეს ბოლო. გემრიელად მივირთვით. ბიჭო რა. არ არის ცუდი სასმელი. აბა დავლიოთ. ერთიან დალი რა, რას მეწრუპები ბიჭო. უნდა გასინჯო, უნდა დაალქებო. დალი. რომი ზოგადად მე გასწავლით ახლა როგორ უნდა გასინჯოთ რეალურად რომი რა. ჯერ ვიღებთ საჩვენებელ თითს. ესე ვაკეთებთ. თვალხდებ ჩიგნით. შემდეგ ხვის. და ამაში ახლა წყალი უნდა შევურიოთ. არა, პირდაპირ უნდა დალიო, დალი. და ეგრე ისნაო რომ. ვაუ. დალი. აი დავლიოთ. გემო გასინჯო. რომის გემო ხო აქვს? ბოლომდე დალი. ანუ კაი გემო. კაი, მოკლედ ყველა სასმელს ექნება ერთი ტრივია კითხვა. მისი გამაზვაც იწევს ერთ შოტს. კითხვა: რამდენი დროის სარტყელი აქვს რუსეთს? ორი პასუხია სწორი, ანუ ორი. ერთი პასუხი. ერთი პასუხია სწორი, ერთი. რა ერთი დებილი ხარ შეჩება? ერთი პასუხია სწორიო, ანუ თვითონ გატყუებს. ერთი პასუხია სწორი. ვერ ხვდები, ხო? სტრის უჯრედები გაიქცა. აი, მოიცადე. რუსეთს აქ. კაი, ერთით თუ აცდებით ჩაგითვლით. არა, ანუ მეურია, ბიჭო. ზუსტ კეთო. კაროჩე, ჩემი აზრით აქ 5 6-7. 4-ან 5 აქვს. 6-7. რუსეთს აქვს 11 დროის სარტყელი. შეგიძლია დალიო. 11 ამბავია. ძალიან დიდია რუსეთი დიდია. რუსეთი დიდია, ძმა. 11 რა ამბავია. რუსეთი დიდია, ბიძი. ამდენ საწყო. შეჩი მრაშვები. ანუ მე მინდა აღვნიშნო რომ ძალიან ცუდი ბოტია ისხმევა. ხო, ამერიკამდეა რა დებილი ვარ თვა. ანუ ჩვენ 12 და შეგიძლიათ დალიოთ თითო შოტი. აი მე 11 ამ გემრიელი რომის. სხვათა შორის ძალიან გემრიელია მართლა შეგიძლიათ. ბიჭო, გემრიელი არის, პროსტა მე ოდნა უფრო ციუს ვისურვებ. რომი ცივი არის მეგობრო. აუ, კაი რა. კაი, დამიჯერებ რა.
არა აქ რომის გემოტყვილად ყვრავს. არა აქ ბიჭო. ზურა დალიე. ეხა ორივე კარგად დაფიქრდით ფასზე. აი, რა მოიცადე, შეიძლება ამ ეს გეურიელი დავლებო. რომის ფასი იყოს? ბიჭო, თამაშობდი. ძალიან ანუ არაყია ჩვეულებრივი. ანუ აი, მოდი მიყვეთ ლოგიკა. კაროჩე გეტყვით რა. ბავშვობაში რა, ქუთაისში როდესაც ცხოვრობდი, მე და ჩემი მეგობრები ვყიდულობდით 3 ლარიან არახს უბნის მაღაზიაში რა. სკლინტის არახს. სკლინტის არახს. და ანუ ამაზე კაი გემო ქონდა. აი მაგარი იყო რა. და ეხა უფრო ძვირიან რაღაცა საერთოდ სამამად და მაინც არასწორებს. ანუ იმაზე ცუდი რაღაცაა. დარწმუნებული ხარო უფრო ძვირიანია? ეს იმდენად ცუდი არის რომ მე ვიძახი რომ ეს უნდა ყიდეს 20 ლარი. ზურა შენ ვინც ყველაზე მეტად აცდება ის სვავს. კაი. ცით რამეში შეიძლება ამოვიკითხო რა. რა უნდა მოიკითხო, არაფერი არ აწერი, ანუ საერთოდ არაფერი არ აწერი. მე მაგალითად აი რო ვთქვი რა წეგან რო უბნის მაღაზიაში ვყიდულობდი ბავშვობაში მეთქი რა. მაშინ ვყიდულობდი ის იყო 300 გრამიანები და ის 3 ლარი ღირდა. ანუ ეს ლიტრიანი არის, ანუ 3 გამრავლებული 3 100 გრამი დამატებული გამოდის ესე იგი დაახლოებით 12 ლარი 12 ლარი აქ ეხა შეფუთვაში რაღაცა იჩალიჩეს გეუნებიან გერმანიიდან არისო დაემატა ამას ტრანსპორტირების რაღაცა 1.8 ლარი 21 ლარი კარგი 25 ლარი მოდი შენ 25 25 შენ 20 ხო? მე 20 თქვი. 30 ლარი ღირს ეგ. ეს ანუ მე ანუ ამან მოიგო ეხა უნდა ის უნდა დავლიო კიდე უნდა დავი დღეს ანუ პირიქით მათემატიკა ეს ანუ კაროჩ გადავთვალე რა ხო ხვდებია რა ანუ დღეს პირიქით დღე არის ანუ მე ვაგებ სულ და ეს იგე ეხა რო არ ვიცით რა სხვა სასმელები და რაღაცა ეს შეგვიძლია რომ დავრენქოთ ხო რენკინგში ეს ანუ რომის კვალობაზე ეს F-ია ხო მეგობრებო მართლა ეხა უკვე გაგიკვირდება F-ში უშვე? ანუ ხო ანუ გასინჯეთ ანუ რომი არ არის ეს რომი არ არის ეს რომი არ არის ეს რომი არ არის ბრო ანუ არაყია და რომი არაყი აწერი არის, ანუ ხო. არაყის კვალობაზე რავია ოკეი ჰადი იქნებოდა დი არაყია კაროჩე მე ეგრე ვიტყოდი რა ანუ მეც F-ში დავაყენებ ამას რა просто ხო მართლა ვარშე მგონია რომ სამედიცინო სპირტი არის ხო შეიძლება და წყალი არის просто შერეული რა აი ნუ აი თან ყველაზე ცუდი რა აქვს რა ამ იმას რა ქვია ჩემი აზრით ამ სასმელს აუ წეი დავიბატეთ რა since 2004 რა აცუდია ანუ ხვდებით ხო 2004-ში რო გამოვიდა ანუ მე რო დავიბადე 1 წლით მერე გამოვიდა ეს ლუდი რა ფრენდი არის ჩემზე პატარა შეჭება და ჩემზე პატარაც არის ინტერნეტ დამპარტავნები არიან რომ ეგ დააწერეს 2004 აი სანამ ეხა გადავაგდებ შრალ ჯინს მოგიტანთ ვიცი რომ ფეხბურთს არ უყურებთ და მინდა რომ იკამათოთ რატო იყო ეგვიპტეზე ჯარიმა და რატომ დადებული იყო პენალი არგენტინის წინააღმდეგ ჯარიმა იყო ჯარიმა იყო ეს რა ჯარიმა რომ მოგვიყვე რა ჯარიმა იყო და ანუ სიტუაცია რო აგვიხსნა რომ აბა რო გვანახო ერთი წუთი არგენტინამ საჯარიმოში იმოქმედა ასე თუ ისე კონტრავერსულად რაკნა მოდი მე ესე ვიტყოდი ხელი როშია ხო ხელი როშია ხო შენი როშია ხო აი კი და ჯარიმა მოიცა ვიცი დღეს შემხდა კარკრას ედიტები რა ანუ რა მოხდა რა კაროჩი გეტყვი რა მოიცა და გაიტანა გეიმ ვინერი გოლი გაჩი კაროჩი ეგეთი სიტუაცია იყო რა ორი საჯარიმოში შედის კაროჩე ეს ისა რა ვქია არგენტინელი ფეხბურთელი და ეგვიპტელი უფრო სწორად რა ხო ეგვიპტელი მოიცა ეგვიპტელი ფეხბურთელი შედის ისა რა ვქია ვანდიუკი სალაჰი ვანდიუკი ვინ არის ვანდიუკი არ არის ფეხბურთელი ვანდეიკია ვანდაიკი შედის კაროჩე ეგ ჰოლანდიაში შედის კაროჩე სალაჰი შედის რა ხოვაზე ხარ გეტყვი რა ზუსტად სალაჰი შედის სალაჰი სახინგლებში და 90 ხინკალი მომეციოდა აი მართლა რა მოხდა ორი წამი რა ხო მოკლედ სალაჰი შედის საჯარიმოში არგენტინის მცველი კონტრავერსულ სვლას აკეთებს მე არგენტინა იწყებს კონტრშეტევას და იტანს game winner goals იყო თუ არა ჯარიმა არგენტინის საჯარიმოში და უნდა დანიშნულიყო თუ არა პენალი იყო ძმა და არ ვიცი ძმაო რავი ვანახე აბა ეგ შეტევა ვანახე აი განვიხილოთ ხა მოიცადე ერთი უნდა განიშნო არგენტინა ზოგადად ისეთი არგენტინის ისტორია გავიხსენე არგენტინა ისეთი ქვეყანა არის რომ არის მის შანსი რომ არგენტინა ზოგადად მსაჯი
მაგრამ ეგ გასაფასო. FIFA თვითონ ისეთი ორგანიზაცია არის, რომ ხა ვერ მოისყიდნენ. ხო გახსოვს, რომ ეხა ტრამპიც მივიდა FIFA-სთან და FIFA-მ უთხრა, რომ არაო, შენო დებილი ხო არა ხარო? ამხელა ორგანიზაცია ვარდო, ჩვენო ვიღაც ამერიკის პრეზიდენტი. ხო გახსოვს. მე მაგალითად ესე ვიტყოდი. არ ეკუთვნოდა ჯარიმა, თუ არ დაიდო, ესე იგი არ დაიდო ძმა. მე მაგალითად წასულში ძმაო ჩვენ აღარ ვიყურებ. ეს არის Palm Bridges dry gin. ეს რასაც ტესლი ბოთლია, შეჭება. აქ აწერია ის რამდენი დარჩა მილიგრამებში. ან კარგი სპორტული ბოთლია. ეს ტანჯვა რამდენი ხანი გასცა. სპორტული ბოთლია. ეს შეგიძლია მე ხო წაიღო და სპორტულ ბოთლად გამოეყო. ნახე. ალამაზად დამეჯო. მედიტერიანული ჯინი. მაგრამ არასწორად აწერე. რატო Mediterranean? Mediterranean. Distilled barrel in Mallorca-დან არის? რას აი, ვიჯო. Mallorca-დან არის. აი, ძმობაზე მართლა? Mallorca-ულია. ნახე, ჯაჭვი. და მე ჩიტო მომიტანა ამბავი. რა ჩიტო მომიტანა ამბავი. რასთან თქვი შეჭება, რომ ეს ჯინი არის ბრიტანელების გამოყენება და ესპანელებმა გადმოიტანეს კუნძულზე და მეც მაინტერესებს როგორია, ამიტომ ცოტას მეც გავსინჯო. მომდის. კაროჩე რა. კაი ის არის რომ აქციზური მარკა აკრია ამ ყოველივეს. ესე იგი ლეგალურია. ესე იგი ლეგალურია. მართალია, დიდი მაგრამ მე ვიტყოდი ესე რა. მე რატო არ გავხსენე? მე მინდოდა გავხსნე. ჯინი სუნი აქვს. სუნი კაია. სუნი კარგი. სუნი კაია, იმედია კუჩს არ აგუშლის. ჩვენი სპონსორი არის Absolute PSP. barmeni. ჩვენი სპონსორი არის PSP. არ გინდა PSP რო იყოს ჩვენი სპონსორი? დავაი, აგვიმარჯოს. სვამთ ეხა? სუნი მაგარი აქვს. ფიტნეს სუნია. აჯი, კინოს კარგი. კარგი ჯინია. მაგარია. ძალიან კარგი ჯინია. ცუდი. მე დამევასანი. რა დაგევასე? ძალიან ცუდია. აი, რავი, რა გითხრა ეხა, იმაშია წახვიდე. ტონიკები არა გვაქვს? იმაშია წახვიდე, რა ქვია, რანდომ ბარშია წახვიდე სოლოლაკში და რა უთხრა ჯინი დამისხიო, ამას დაგისხა. რანდომ ბარში რო წახვიდე სოლოლაკში და ჯინი დაგისხანო, ამას დაგისხანო. ვა, რა მაგარია. ბიჭო, ხო, აი სოლოლაკში ვარ ნამყოფი ბარებში. ვა, რა მაგარია შეჩემო. ბიჭო, მაგრამ ამას კარგი გემა, კარგი. ჩვენი სპონსორი არის Palm Bridges ჯინი. საუკეთესო ჯინი. ბიჭო, ისე აი. მოიცავ ლაიმაში რა ქვია. მე რა მაინტერესებს იცი, ანუ აი თქვა ბიუჯეტურად გინდა დალევა რა. თქვა ანუ ბიუჯეტურად დალევა გინდა. თქვა გინდა ბიუჯეტურად დალევა. ხო იცი უეჭველი ხა რომ ბიუჯეტი თუ დაბალი გაქვს რომ ანუ ჯინს არ იყიდი რა, იმიტომ რომ ანუ თქვენ გონებაში ცხოვრებიდან გამომდინარე მიღებული გამოსწლებები ჩაბეშტილი არის რომ ანუ თუ იაფი დალევა გინდა ჯინს არ მოგდის ანუ ცოტა ვერ არა სიაში ნომერ მეორე ყველაზე ძვირი პროდუქტი. ხო და ანუ ოკეი დაბალი ცოტა ფული თუ გაქვს არ აქვს ყიდულობა ანუ ამას უშვებ მეგობრო მოგესალმებით მასურა მე დღეს რა გინდა მიკროფონს ჩურჩულებს და გააფუჭებს. მალიორკაში ვიყავი მეგობრებო და უფრო მე მოდი არ დავლევ. მე წინა ვიდეოში შენ თუ წააგი ამასაც სვავ და შემდეგსაც რა. მე მეგობრებო წინა ვიდეოში ძალიან ბევრი დავდი ამ. რა შვები? არ დავლევ. ასე არ დავლევ. არა. მოდი არ მინდა. კიდია დაგალევინებ ძალიან დალია დროს. კიდია მოდი. კაი ხო დავლევ. ბოთლი ჩაგასხავ დალია. კაი დავლევ. რა ქვია შოტლანდიის დედაქალაქს? ხო, რაც მახსოვდა ის არ ქვია და ანუ ეს ქვია, კაი მე ვიცხოს. კაი გეტყვი. 3 ზათხარ 2 1 ედინბურგი. მოიგეთ. კაი. ბალია მოდი. ოპა. შეო. ბიჭო, კაია. მაგას კაი გეუნე. გემო. მაგარი. ჭიქები რო შეგვიცოვა. დალე ნიკოლო. მოიცა ამის პასუხი. როგორც იცით 11-ში არის მაგრეგორი ჰოლოვეი. მაგარი. ხო და მაგრეგორმა განაცხადა რომ ცხოვრებაში პირველადო კემპზეო სექსუალური აქტისგანო შევიკავეო თავიო. და მაინტერესებსო რა განსხვავებას მომცემსო. თქვენი აზრით რა განსხვავებას მისცემს? ჩემი აზრით შუა ბრძოლის დროს აუდგება მაგრად.
არა, მე მოგცემ ხე ნამდვილ პასუხს რა, ჩემი აზრით. 100,000 გამომწერე თუ ავალთ მოყვები როგორ ვიყავი ქალებში მეორედ მეგობრებო. 100 გამოიცანით ახლა. 45 ლარი. მეც რო 45 ლარი ვთქვა რა ხდება? ორივე დაავლევ? ეს ჯირი მოიც არ ვიძახდი 45. ხო, ანუ. რატო არ მაქვს? 50 იძახდა, bro და დალი. რატო შეეცი ბიჭო? გადამასხა ყველაფერზე. მალიორკა კარგი არის, მალიორკაზე დასვენებული. არ ვარ იმედია და ვისვენებთ სანამ მესამე სასმელზე გადავალთ, რას ვაკეთებთ? საბეთკი მინდა. კაი. მე არ ჩემი. ამას სად დააყენებთ რენკინგზე, მეგობრებო? ჯინის ყოლობაზე? B. A B C. ესიც არის. კაროჩე, ჯინის ყოლობაზე კი არა. იაფიანი ჯინის ყოლობა. რამდენი ლარი ყიდა? 35, ხო? 17. 37. 37 ლარად, ანუ ნორm. B. ჩემი B არის, რა, შენ ეს ბიჭო, არა, კაი დასალევი იყო რა, ცუდი არ იყო რა. ანუ თავიდან რომ გავსინჯე, ცოტა უფრო ცუდი იყო, მაგრამ მერე წაიღო რა. ხო, B რა. B. ოკეი. ესე შეთანხმებულად მეგობრებო. ვაუ, როგორი სინერგია გვაქვს რა, აი. ორი წამი. ეხლა მე თქვენთან მაქვს პეტერ ჰოფის არაყი. ვისი? პეტერ ჰოფ, ესე აწერია და. პიტერ ჰოფ, პეტერ ჰოფ. და პეტრე დიდის სასახლიდან მოდის, რომელიც იძახდა, რომ არაყი თითქმის არ უნდა იგრძნობოდეს. მოიცა რუსულია. კი, რუსულია. ჩვენ ამას არ დავით, გააჯმე. რა? თან მომაქვს თემა. აი, ოკეი, გამოუშვა. სოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთის რა შუაში? ესეთი ინციდენტი მოხდა. რუსეთში არ ჩაატარეს არა, ნახე რა მოხდა ეხლა. ინგლისი ეთამაშება მექსიკას. სოფლიოში ყველაზე მაღლა არსებულ სტადიონში. ეხლა. და ინგლისელებმა დალიეს ვიაგრა. თქვენიანით რატომ და რა მოხდა თამაშზე? ვიაგრა ეს არის legally way of doping. მოგთავაზეთ. ახი კარდია მინიმუმ გარანტირებული ექნება. ჩემი აზრით ესეთი თემა იყო რა. ანუ ვიაგრა რო დალიეს. თან დაასხით და დალიეს. მოიცა შეიძლება ეს რო აუბრიგინდათ. ეს უფრო კარგად ჭრიდა. და ანუ overall ეს სისტრაფეში მოიმატყეთ რა, ეს გაჭრეს. ეგ შეიძლება. ეგ შეიძლება. ორი ფეხის თამაშს, სამი ფეხის თამაშს ჯობია. აეროდინამიული გახსნილი. მე ესე ვიტყოდი რა. მექსიკელები ზოგადად ცნობილები არიან, რომ შედარებით კარგი ქალები ყავთ და ვინ ეთამაშებოდა? ინგლისსაც არ აყავს ახლა თუ ქალები რა. ინგლისელი ქალი იცი როგორია? ოი მეით. ინგლისელი ქალი აი როგორი არის? აუჩე ინგლისელი. ბონიბლუ ინგლისელია. ბონიბლუ ინგლისელია. აი, ხო, მაქინა დავიწყე ბონიბლუ მე მგონია ტრანსია. ბონიბლუ უფრო გევასებათ ლილი ფილიპს. ლილი ფილიპსი ვინ არის? კაროჩე, როგორ იყო, იცი? მთელი ინგლისია. გეტყვი რა, გეტყვი. კაროჩე, ლილი ფილიპსი იყო, რომელმაც პირველმა 1003 კაცთან ჰქონდა სექსუალური აქტი და მერე ბონიბლუ მოუხსნა რეკორდი და 1056-თან ჰქონდა. ჩვენ მოუხსნით კაროჩე, მე ჩვენ ჩემი ამაწერზე რომ ავად 100,000 იმეს დავფატე. აი, დავლიოთ, მოდი ეს რუს. აუ, ამას ქართულად რატო აწერია? 2016 მეც ახლა რაღაც წნევა მაგდა. ხო არ გაქერთი მე რა დალიეთ არაყი, დალიეთ. ეს არ ვიცი. საბოლოოში ეს არაყი რუსულია თუ მოლდოვურია? როგორც ჩანს მოლდოვური და მე მქონდა და ეს პეტერ ჰოფი რატო ქვია? პეტრე დიდისგან მოდის ვაგე. პიოტრ ვილიკი. ხო რა. და ეს ტიპი იმენა აწევდა რომ არ უნდა იგრძნობოდეს ვარა. რომელიც შეიტყობთ სახეზე, სვავთ კიდევ. კაი, სხვა არაფერი. ცები გექნება. ვახ, მეგობრებო, ვახ, და თქვენ საყოველთაოდ ცუდ დროს ჩაგიგდოთ ხელს და თორემ ნახავთ ამ დულს ახლა. არ იგზნობა გემო შეჩება. ვაფშე. აუ. შენ სომეორეს. კარგია მეგობრებო. აჭარაში უკეთეს და ლევ. ერთოთი წამოყვებით აჭარაში დალიეთ ამას მოიცა მე დავლევ. აი და ნინაე, ნინო, აი.
მე დავლევ არა, მაგაზე მინდა რომ ცლად ვისაუბროთ რა. ეგ ერთ-ერთი თემა არის და არ მიგილევია ბოლომდე დალევ. ვერ დალევ ამას ბოლომდე თუ გინდა გასაგები. ანუ ეს არის სამედიცინო სპირტი. ამას იყენებენ ქართველი ექიმები ჭრილობის დასამუშავებლად. ანუ ჭრილობაზე თუ უნდა დაისხას ეს იმიტომ რომ შენი გული დაფლეცილია ზურა. მოსტაცეს. აი, კი, მიდი დალე, აბა გასინჯი, აბა როგორია. აუ, რაკ. არ იმშევა, გემში. ვაფშე არ ემჩნევა გემ. შეშიქო არა, რა იმშნე. არ ემჩნევა გემ. სპირტია, შეჩება цаრიელი. შვენიერი არაყი არის. აი, მე მივცე მეორე შანსს, აჰა, ოკეი. აი, იმშრევა ის. აი, კითხვას დაგისვავთ ახლა, ოღონდ კარგად არჩე, მე და პეტრე დიდი. კაჭი, მე და პეტრე დიდი ამით ამის ვფრებოდი. იცილი იცევის გავს. სიმსონები გაქვთ ნახე? სიმსონებში მოუღიე მეგობრებო. სიმსონებში რო ექიმი რო ყავთ. მაგის ის არ გავს. კაიცინე. არა, ეგრე არ იცი ხოლმე. მე რო გავიცინებ მე. გაი. კაი, კითხვა მაქვს ხა თქვენთან. რომელს გირჩევინათ რომ ეჩხუბოთ? ბატი, რომელიც არის ცხენის ზომა, 1 ცალს, თუ 10 ცხენს, რომელიც არის ბატის ზომა? 10 ცხენს რომელიც არის ბატის ზომა. რატო? 10 ცხენს რომელიც არის. დავა ბიჭერ დედას მოუყარა. არა, ბატი არა. დიდია შეჭი. ვაი, რა ხელა რო ვერ და ბიჭი დიდია. მეგობრებო. მე მირჩევნია რომ ვეჩხუბო 10 ცხენს რომელიც არის ბატის ზომა რა. იმიტომ რომ მინიმუმ ცხენის ვიდი მაინც ექნება რა. იმიტომ რომ მე მაქვს პანიკური შიში ფრთოსნებზე რა. ხო, ამაზე იშინია. ანუ არ მევასებიან რა. ამაზე იშინია ნებისმიერი ფრთოსანის. ფობია მაქვს რა. იხვები შიში აქ თუ რა. ამიტომაც მირჩევნია რომ 10 ცხენმა გადამიაროს რომელიც ბატის ზომა არის და თუ უნდა რაც უნდა ისქნან. რაი და გადაგიერონ ბატი არის ამხელა. ხო და ანუ ვერაფერს ვერ მიზამი რა. აი მეგობრებო, ამასობაში სანამ ანრის არ ევასება ეს სასმელი და დალევს, მე შეგახსენებთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი და ლაიქოთ ეს ვიდეო, უყუროთ წინა ვიდეოს, რომელიც ძალიან მაგარი ვიდეო არის, მეგობრებო და ზარი ჩართო. ზარი გააქტიურეთ. აი, აქ იქნება სადაც რა, აი. არა, ქვევით არის ხო? ქვევით იქ. აქ ამონათება ზარი. კაი, დალიე. ჩვენი მეგობის არხი გამოიწერეთ აჩის, რომელიც 100,000 გამომწერდი აკლემზე დაждდება შემოივლით საქართველოს აკლემით. კი, უბრალოდ აკლემია საყიდელი რა სუბლზე. აკლემია საყიდელი მეგობრებო და აქ იქნება GoFundMe-ის ლინკი, სადაც შეგიძლიათ ფული გადმორიცხავ და აქ იქნება ჩემი ანგარიში მეგობრებო. აქ იქნება ჩემი ვიყიდოთ აჩისთვის აკლები. ჩამოდის, აგუპტიდან ჩამოდის, კაი ექნება. მეგობრებო. გარბენი 5,000 ნაბიჯია, არაფერი ისეთი დიზელზე მუშაობს. ჩვენი მეგობრებო, აქ იქნება ჩემი ანგარიშის ნომერი, შეგიძლიათ ჩამირიცხოთ თანხა და მე აუცილებლად შემდეგ ვიდეოში გამოვაჩენ თქვენ სახელებს. ძმა მოვარებეულით. დიდი მადლობა გიორგი. ვიდეოს ბოლოს ამონათდება თქვენი სახელები. დალიეთ ეხა და თან დალევასთან ერთად იფიქრეთ რა ღირს ეს სიამოვნე. ბიჭო, არ არის ეგეთი ცუდი. ძალიან ცუდია. კაი, ფასი. 20 ზურა. 19. ტიმია მოიგო ზურა 18 ლარი. აუ, კაი, გადავები შეშოიგინა. აც მე პირველს აღარ ვიტყლეზე. მე რატომ მისყავ? ეხა მე განახებ თქვენ როგორ გააოცოთ გოგოები ბარში ანუ თუ თან ბარმენი. ერთს პატიობს ზუსტად და იმერაც 19-იო დაასვა. გოგოებო, რას დალევთ? მე ამას როგორც არ აქვს დავაყენებდი ალბათ FTR-ში. ვაუ. ზურა შენ? ჩვენს გამომწერებს რაც არის რას შესთავაზებთ. მალიორკას მალიორკა ჯინი იყო ძალიან კაი რა. მე მეგობრებო, ამ არახს ანრი შეიძლება რაღაცა კაი სასმელებზე არის გაზრდილი. მაგრამ მე აღარ შემიძლია. I mean არ არის დედააფეთკებული nepo baby დამანებით თავი. ანრი მეგობრებო, ხარჯინებელი და სათამაშო და ცალცალკია. კაროჩე
მეგობრებო, სადმაკაცოს გვაქვს ბიზნესი, რომელსაც ქვია ჩათლახი და მინდა რომ შეიძინოთ ჩათლახის კარტი. ლინკი იქნება აქ, ქვემოთაც იქნება აღწერაში და აქ ამონათდება ჩვენი საიტის ლინკი. მე ამას ვაყენებ ბიზე რა, იმიტომ რომ ბიზეში ხო ვაფშე სახე არ შემცვლიათ, ბაუ, აი მთლიანად რო დავლიო ესე რომ მივიყუდო და დავლიო. მიდი. ესე რომ მივიყუდო და დავლიო, სახე არ შემეცვლა. მიდი დავაი მიყო. შეხვა ბო ეს არის ძალიან კარგი არა ხო არ. ხო აი, ეს არის შოტლანდიური ვისკი, რომელიც არის მეფეებისთვის. 1886 წლიდან არის. და ვისკის უფრო რბილი და დაბალანსებული ვერსია არის. მე ვიტყვი ეხა ერთ წინა ვიდეოდან თემას. ეს ადაური არის? მოკლედ, ეს არის შოტლანდიური. წინაზე ვისაუბრეთ ნუკის კოსმეტიკზე, ხო, როგორც კი ბატონო და აღნიშნეთ. მაგრამ ესეთი რაღაცა გააკეთე, რომ იმ ქმრებსო, რომლებიცო თავის ცოლებსო, ყიდულობენო ჩემ კოსმეტიკასო. ბიჭო, ნიკუშ, რამგარი შარვალი გაცვია. ხო, სოფლიო ჩემპიონატზეო ვაჩუქებო შაურმებს. აი, ნახე, ხო, და გამოგიგზავნოთ შაურმები იყვნენ. აბა, ქმარი უნდა იყოს. მაგარი მარკეტინგია ძალიან. უმაგრესი. მოტივაციაა ის. და აი ბიჭიც წავა და ნუკის კოსმეტიკა. მე უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვისკი არის ხება სამეფო, იმიტომ რომ ამ ჭიქით მეგობრებო, ჩვენს მომავალ თაობას გავუმართეთ. მომავალ თაობა გორში არის ჩამოსხმული და ჩამოსხმული არის ვანაში. ანუ ეს როგორ წარმოიქმნა? ვითომ არ ამ ბრენდის წარმომადგენელი რა. ჩვენ ავიღეთ ჭაჭა, გამოვხადეთ სამჯერ, მე ეს ჭაჭა ჩავასწრებ. დიახ, ეს არის ყოფილი ჩვენი ყოფილი მოხმარებელი, დიახ, გამარჯობა. ჩვენ ავიღეთ ჭაჭა, ჩამოვასხით ვანაში. შემდეგ ჩავყარეთ შიგნით ყავისფერი საღებავი და დავაწერეთ რომ მეფის არის. ჩიტის ინფორმაცია არ აქვს ამ კონკრეტული სასმის შესახებ. ანუ ჩემი ჩიტი გავაგზავნე და არა აქვს მაგაზე ინფორმაცია. დარწმუნებული ვარ. კი, კარგი. რომელ წელს დაიწყო ესპანეთის სამოქალაქო ომი? 1812 წელს. ზურა. 1835-ში. ვინ 1800 რა? მე ხო მოვიგე. სად 1800? მე ხო მოვიგე. შენ მოიგე 1936 წელს დაიწყო. მე მოვიგე. იმან მოიგო ხო ამერიკა. ბოდიშით. რა ესპანეთის რა შუაში არის შოტლანდიურ სამეფო ვისკი და მე მაინტერესებდა და დაგიგუგლა მე დაგუგლე ბრავო დამირენქინგეთ მე ამას როგორც სამეფო შოტლანდიურ სკოჩ ვისკს ამას მე ჩავსვამ FTR-ში და იმედია ზურა გამოვიდა მე როგორც ისეთი ადამიანი, რომელსაც ეს ვისკი ჯერ არ გამისინჯავს, არ გაგისინჯავს ხო დალია? ხო, მაგრამ არ გამისინჯავს. სადა? დალია კიდე. და მოდი გასინჯე ზურა რა? არა, იყოს. არა, გასინჯე. არა, იყო. გასინჯე? F-ში დავაყენებდი მეც. არ საწაიღე აბა თუ არ დალია. დავლი. აბა რა არ გამისინჯავს ავტორიზა? ანუ არ გამისინჯავს. ვერ გავიგე გემო. არ მინდა არა იყოს. არ უნდა, კაი, დაანე. არა იყოს. და ის რო წაიღო და ნაგავში ჩა. არა, რა ღირს მეფეების ვისკი. უი ხო. ეს ღირდა 32 ლარი. მოიცე შენ თქვი ჯერ შენ თქვი არა, მე ამას არ ვფიქსირე. მე ვიტყვი 35. მე ვიტყვი 32. ის ზურა არის on point 35 ლარი. ბრავო ზურა! ახუი ჩემი ნასი მეორეს და უმაწებს აი აღარ შემიძლია. რევენჯი აიღო წინიდან. ვისკი არის მეგობრებო. ეს უბრალოდ ვისკი არის. დაუსვით. რა შეგვიძლია? ეხა დალია წვენი. არა იყოს. არა მოიცე დალიოს ჯერ. დაშვები რა. იყოს. შენ ხარ საუკეთესო პიროვნები. ეხა მე ეს აიღე რა გთხოვ. წავიღებ, მოვა. ეხა ეს არის ყველაზე საშინელი სასმელი ჩემთვის და ყველაზე მეტად მეიზღება და ეს არის ტეკილა. აი საშინელება. დამზადებულია ხალიკოში, მექსიკაში, სადაც ნამდვილ ტეკილას ამზადებენ. ერთადერთი ადგილი, სადაც ნამდვილ ტეკილას ამზადებენ. მე ვარ დარწმუნებული, რომ ეს არ არის ნამდვილი ტეკილა. ეს არ არის ბარელში დაძველებული. მაგრამ სხვათა შორის შეფუთვაში მე ეს თიერში დავაყენებდი. კაი, ეხა თან სანამ მაგას დალევთ, მე გკითხავთ თქვენ რამოდენიმე კითხვას.
სანამ შენ მკითხავ რაღაცებს, მინდა აღვნიშნო, რომ მეც გეთახვები ჩემო ნიკა და ამ ტეკილას მეც დავიჭერ ხელში თუ შეიძლება. ამ ტეკილას მე დავაყენებდი მართლაც რომ მეც დავიჭერ თუ შეიძლება. ტეკილას ნახი როგორი დამაჭერი, ნახი ტეკილა. ეს sombrero, el charro. ეხლა მე მაქვს თქვენთან კითხვა. ხო, რომელი გირჩევნიათ? აბა. სულ გეცვათ სველი ნასკები? თუ წინდები. თუ კბილში გქონეთ გაჭედილი პოპკორნის აი ეს რაღაც ყვითელი საზიზღრობა რო არის. სულ მეცვა სველი ნასკები. მე მირჩენია რომ კბილებს შორის მქონდეს გაჭედილი პოპკორნი, იმიტომ რომ საკაიფო არის. ეს ოქნა ტაქსისტები. ამას რო აკეთებ მაგარია სწორედ. ეს კიდე მაგარია. კაცმინდა მე გამაგორე. დიდრები იყოს და ვერაზროს ვერ იმოგზაუროს თუ იმოგზაუროს და იმენა ანაკომზე იჯდეთ მთელი ცხოვრება. დიდრები ხო და არასდროს არ მოგზაურ. ხო? კი. მეც. კაი, დალიეთ ეხლა. მოიცა მე არ მეკითხებით? ანუ უფასოდ მოგზაურობ ყველგან რა, თვითფრინავი, სასტუმრო ყველაფერი არა ძმაო, მე ვიყო მდიდარი და ვიყო პატრიოტი და ჩემს სამშობლოში ჩავხარშო ფული. დიღმის მასიშვლუბლია. არა, მე დავაბრუნებ დიღმელობას. მაგრამ ადრე იყო ესეთი რაღაცა, დიდუბობა ერქვა, მაგრამ მე გადავაკეთებ დიღმელობას დავარქვევ. ეგ იყო, აი, ეხლა რო უფენი არის, ეგ იყო დიღმელებისთვის და ტყეში იხოდებოდა. ფოსი უკრა და დიღმის ტყეში ხოვე. გასინჯეს ტეკილა, მარილი ხო არ გინდათ? აუ. ბოდიში. ვაუ. ყველაფერი დაასვლა კარაში. აბა თუ დაიწובה ისა? ხავე? არა. წყალია. კაი, დალიეთ აბა. აუ. ზურა, დავაი. დასუნეთ ხო. ბიჭო მე ბევრი მისხიო თქო. ამაზე ცუდი დღეს არაფერი არ ყოფილა. მაგრამ ამას აქ თავის მიზეზები რა, ანუ ერთი მიზეზი უპირველეს ის არის, რომ მე ძულს ტეკილა. შენ გენაცვალე მე რა. დაგი. კაი. მე მგონი წავყევი აჭარა. ერთ წუთი. დალიე მიდი. დავოლევ და მეგობრებო, მე ანდრისგან გაცხოვებით, ტეკილა ძალიან მიყვარს და ამიტომაც ჩვეულებრივად დავოლევ და დავაყოლებ მალე. პროცეულის წვენს. აქ გაირკვა რომ მე და ანდრის ძალიან განსხვავებული გემოვნება გვაქვს. ეს მოგიწონა შენ? ბიჭო, არ მომწონებია, მაგრამ ანუ შენ რა რეაქციას ჰქონდა? მე ეგეთი რეაქცია არ მქონდა. ანუ მე ვიზახი რომ ეს ამ სასმელებში იყო ყველაზე ძვირიანი. ყველაზე ძვირიანი იყო ეს? მაგრამ ყველა საიზრობა. ძვირიანი? ხო. საიდან იცი? ანუ ხვდები ხა ბოთლზე ხვდები, ანუ რაღაც გრავირება აქ ისა აქ ანუ. კაი, ფას შეგიკითხებით ბოლოს. ეხლა მე მაინტერესებს, თქვენ ბავშვობაში WW's თუ უყურებდით? კი, WWE-ს. ხო, ანუ რეი მისტერიო და ეგ რო არიან. უყურებდით, ხო? კი, აბარა. მოკლედ, ამ სასმელზე რაღაცა გამახსენდა, რომ რუსეთში ხდება ანუ ბენზინზე დგანან და ეჩხუბებიან ერთმანეთს. თქვენ რომელ WWE-ს ილეთს გაუკეთებთ თქვენ ბენზინის რიგში ოპონენტს? მე ჩემი საყვარელი WWE-ს ილეთი არის. Randy Orton-ის RKO. Came from the nowhere. მე მეგობრებო ძალიან მიყვარს პატარა ადამიანები, ამიტომ Pulaca, Rey Mysterio. Oh, there's a big show. თუ მეზიზღებოდა. ის გახდოთ Undertaker. John Cena, Rocky და Stone Cold ერთ-ერთი. Triple H. John Cena. მაგრამ ჩემი საყვარელი გამოსვლა იყო მაინც Randy Orton-ის. I can hear voices in my head. ბიჭო, არა, იმასაც მაგარი გამოსვლა, თმა, John Cena-საც მაგარი გამოსვლა. You can see me. You can see me. ესეთი როაცი. See me. Time is now. ესლი კითხვა დავსი. ის საჯიორი. 1, 2, ამოხდა. აი. ფასი.
ამ შემთხვევაში ერთით ასცენას აღარ ვიღებ, ზუსტად უნდა მითხრათ. აი, შენ თქვი პირველი არ მკიდია მართლა. რას თქვი არ იგება ხოლმე? კაი, ხო იყოს, კაი. შენ თქვი პირველი არ მაინტერესებს. 45. 52. ზურა 2 point, 45. მე მართლა? ბრავო, ივერა. კი, 45. პულაკა, რეი მისტერიო. რანაირად, ბიჭო, რანაირად. მე მგონი სიაწარი გითხრა შემოსულს. ამას ხომ ნახი. აში დაწერა ტექსტი. არა, მართლა არ ვიცი ასეთ ფასებს. პროსა მე რომ ბალათი გადავიხადე, იქ 200 ლარი იყო რა და 200 ლარი ყოფნა ყოველივარ. მოკლედ მეგობრებო, ამ სასმელს სვალ ტეკილების ATL-ში. მე ვსვამ ATL-ში ჩასვი? სი. ეი. ვაუ, სი. უბრალოდ. ბიჭო, ტეკილი. ტეკილა არის რა. კაროჩე, ანგლის არ ევასება ტეკილა, ამიტომაც არ გავუსწორდა და მე ვასება ტეკილა, ამიტომაც გამისწორდა. და ამიტომ მე იშტა შენსში. მე სიშიც ჩავ. და ბოლოსთვის მეგობრებო, დიახ. შევინახე ძალიან საინტერესო სასმელი ბრენდი. ანუ იგივე კონიაკი. კი ბატონო. ხარი ახატია, Red Bull-ის არის მეგობრებო. Osborne. ძარქვია Veterano Solera Reserva. ვაიმე. 240 წლის განმავლობაში ტიპები აწარმოებენ ბრენდის თან არიან გვარად ოსბორნები და აწარმოებენ ასეთ დებილობას. ძალიან ცუდი სუნია. ბიჭო, ერთი თემა მაქვს თქვენთვის მეგობრებო. აბა. მოკლედ, საქართველოში ძალიან მოხშირდა ბავშვებისთვის სკროლების შეძენა და რას ფიქრობთ ამ თემასთან დაკავშირებით? ჩემი აზრით სკროლი ძალიან მაგარი გადასაადგილებელი საშუალებაა. თუმცა მე რამოდენიმეჯერ მქონდა მომენტი, როდესაც კინაღა მავილეწე. როგორ მოგეწონათ კანიაკი თუ ჯერ დაგილევიათ? არში ვარ და გულები. როგორც სომხები იტყოდნენ, კანიაკ ლუჩეჩემ ჯაჯა. სხვათა შორის შეფუთვებზე რაც შეიძლება რომ ვთქვათ, ეს მოვიდა აი ამ ლამაზ ყურჩის სხვათა შორის. დიდი მადლობა ოსბორნების ოჯახს. კაროჩე, F-ის ქვემოთ თუ რამე არის, იქ ჩავსვა. F-ტიერი, ანუ ხო შენც ფიქრობები, რომ ეს არა F-ის ქვემოთ. არა და მე ეს შევინახე სპეციალურად, რომ ყველაზე ნორმალური მეგონა. ამის გადაიხდიდი ამაში. ამაში არ ვიცი ამის გადავხდი, თუმცა ნიკა დაგუსმებს კითხვას. ნიკა გისმენთ. ზურამ თუ კიდე ერთი on point-ი მომცა, ზუსტად თუ დაასვა, შენ დალევ 2 ცალს და გააკეთებ 20 ბუქნს. ფასი სტუდიაში კონიაკის. 35. 50. ანრი მოიგო. იასნა. 45 ლარი ღირს ეგ იასნა მოვიგე შეჩემა ყველაზე ძვირიანი სასმელი დაშა დებილი ხარ ანუ აი. ხო ეგ იყო, ეს იყო ყველაზე ძვირიანი, ხო? არა, ეს და ტეკილა იყო ერთ და იგივე ფასი 45 და ნომერ მეორე იყო ჯინი. იასნა, დიდი მადლობა. სიმთვრალეში მაინც გონებამ გაიმარჯვა ინტუიციაზე, დანტი ალეგიერი, ღვთაებრივი კომედია, ყველაფერი, ვაიმე, არა უშავს. ახლა გადავრენქოთ, მოდი ეგ. კი ბატონო, მოდი გადავრენქოთ. ჩემი აზრით პირველ ადგილზე არის მაინც AS ჯინი. მოკლედ მეგობრებო, მე დავრენქავდი ესე რა. ჯინი აუცილებლად პირველ ადგილზე, იმიტომ რომ აი ძალიან კაი დასალევი არის. მეორეზე დავაყენებდი. ეგ ვოდკა. მეორეზე დავაყენებდი არახს, იმიტომ რომ არაფრის გემო არა აქვს და შეგიძლიათ რომ დალიოთ. არა. მეორეზე დავაყენებდი. მეორეზე ტეკილა, bro. არა, ტეკილა ტეკილებს შორის ყველაზე ზოგი ტეკილა იყო, ამიტომ ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ ფასად კაი ტეკილა იყო. ეს არაყი არ ვარგოდა. არაყის ყვალობაზე არაყი კარგი იყო. შემდეგ დავაყენებდი ტეკილას, იმიტომ რომ ტეკილაც ძალიან ნორმალური იყო. შემდეგ დავაყენებდი რომს, იმიტომ რომ პირველი გავსინჯე და დიდად არ გამიგია გემო.
შემდეგ დავაყენებდი ვისკს. აი ხა ეს ვისკი ამას არ გირჩევნია? ვისკის დავაყენებდი. ორი წამი ამას არ გირჩევი. მე ვისკი არ გამისინჯავ საერთოდ. რატო არ გასინჯი? ვაფშე ორი წამი ეს გაგდასალები მე მოვიკი. ბოლოს ო ზურაგ მიდგული აირიე მაგიდაზე. ჩემი აზრით და ჩვენი აზრით ესენი დაიყიდეთ თუ რაღაცა ჯენი გინდა ანუ თუ ძალიან ცოტა ფული გაგვდა გინდათ რომ რაღაც განსხვავებული დალიოთ იყიდეთ ჯენი სანამ ჯინს იყიდეთ გამოიწერეთ ჩვენი რახი და subscribe-ეთ დააჭირეთ ზარიც ღილაკს გამოიწერეთ დაწერეთ კომენტარი რა შეიძლება შემდეგში გავაკეთოთ აქ გამოჩნდება გვერდით ვიდეო რომელიც შეიძლება რომ თქვენ ამოგიგდოთ ამ შემთხვევაში ახან ეს მეორე ვიდეოა მოგიგდებთ პირველ ვიდეოს რა თქმა უნდა ამ სხვა ვიდეოს ამოგიგდებთ ამავდროულად გამოგვიწერეთ TikTok-ის, Instagram-ის და სხვა სოციალურ ქსელებზე თუ მოგწევთ ჩვენი ვიდეოები გთხოვთ დაგვალაიქოთ და გვასუბსcribe-ოთ მოგვეცით მოტივაცია რომ ჩვენ სპონსორები ვიშოვოთ და დიდი მადლობა და ნახვამდის two shots out woo da 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 woo da 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 woo da 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 da